აი მოგსოვე ეს ხუთი ესეთი ფურცელი, გვირგვინის ფურცლები და ეხლა აი აქ ვართ ნახეთ ბოლოს. ესე იგი აქ ესეთი შემაერთებელი თვლებით 1 2 3 და ჩავედით აი არკაში, აი ბოლო არკაში. ეხლა ჩვენ გვინდა კიდევ მომდევნო რიგი არკების მოგსოთ, იმისთვის რომ აი შემდეგი ცოტა უფრო დიდი ზომის ფოთლები, გვირგვინის ფურცლები მივაქსოთ მასზე. ამისთვის ჩვენ გვინდა გადავიდეთ, ნახეთ, შეხედეთ. აი ამ ესეთი ღილის ფორმის ესეთი ნაკსოვი რომ გაქვთ, აი იმის ცენტრში, აი ამის მიმართ. აი აქ სადღაც. ოღონდ უკნიდან ეს, ხო? ამისთვის ნახეთ, ესე გადაინაცვლეთ შემაერთებელი თვლებით. მოდით. აი ეს ნელ-ნელა გადადით ერთი შემაერთებელი თვალი და მეორე და უკვე კარგი ადგილია. აი ესე. მოდით შევხედოთ, აი ნახეთ, რაღაც ცენტრში რომ მოუწიოს, აი ამ პირველი ფოთლის ცენტრში სადღაც, აი აქ. ეხლა აქ მოვგსოთ ჩვენ 6 თავისუფალ თვალს, აი მომდევნო რიგის არკებისთვის. 6, აი ეს 6 თავისუფალი თვალი. და ეხლა თუ ხვდებით, აქ შევაერთებთ მომდევნო ფურცლის, აი პირდაპირ ცენტრია ესე რომ შეხედოთ, ხო? აი ზუსტად. მაგის ცენტრში და ჩავამაგრებთ მაგ ადგილას უკვე ეს მომდევნო, აი ესე, აი ნახეთ. პრინციპში მეგონი ადვილად მიხვდებით, მან სად უნდა შეხვიდეთ, რომ ზუსტად შუაში იყოს მომდევნო ფოთლის შუა. ისევ 6 თავისუფალი თვალი, ისევ ახლა მეორე არკას გსო, ხო? აი ეს 6 თავისუფალი თვალი. ეხლა მომდევნო ფურცლის, აი ცენტრი და ოღონდ მე შევდივარ, ხედავთ, აი ღილი რომ მოგსოვეთ, იმის უკანა მხარეს, აი ეს. ეს წაღმომხარეა. ასე სულ 5 არკა უნდა მოგსოთ. 4 5 6 თვლიანი არკები გაქვთ. აქ ახლა 2 თვალია, ცოტა რთული არ ვარჩიოთ. 2 თვალი გაქვთ, აი ქვემოთ. მაგრამ მოდით აი ცენტრში მინდა მაინც რომ მოხდეს, ცოტა ღრმად შევედი. აი აქ და ანუ ხვდებით მე მგონი გვირგვინის ფურცელი რომ მოვგსოვეთ, ხო? წინა რიგში. აი იმის ცენტრი რომ მოძებნოთ, სად იქნება? აი ეს. აი ნახეთ, აი აქ სადღაც. კარგით, ეხლა კიდევ მოვდგეთ დაგვრჩა 1 2 3 მოგსოვე ჯერჯერობით. 3 არკა. 5 6 თავისუფალი თვალი და მომდევნო ფურცელი და მის ქვემოთ. ანუ აქ რატომღაც 2-2-ია, ხო, 2 იყო. თუმცა მე მგონი ერთის გამოტოვებით მოგსოვეთ ხოლმე, ხო? ну თავია ცენტრში მოხდეთ. ისე 6 თავისუფალი თვალი. კიდევ ერთი გვინდა, ესე. და აი აქ უკვე ვაერთებთ პირველი არკის და ესე თქვათ ძირთან. საიდანაც დავიწყეთ. აქ მოდით მე მირჩევნია შემაერთებელი თვალით დავასრულოთ. იმის ნაცვლად რომ თვალი ნამატის გარეშე. აი ესე ჩამაგრევები ხედავდით რომ ყველგან თვლები ნამატის გარეშე გავაკეთე. აი ესე 5 არკა უნდა გქონდეთ, აი უკნიდან რომ შეხედოთ, ხო? აი ესეთი არკები გაქვთ უკანა მხარეს, ეს წაღმომხარე. ეხლა ამ ჩვენ არკებში უნდა მოგსოთ ცოტა უფრო დიდი ზომის ფოთლები. გადადიხართ პირველ არკაზე შემაერთებელი თვალით. და ესე იგი პირველად იყოს სამთვლიანი ქონდა, ხო, პირველად. ეხლა მოგსოთ 5 თვლიანი. ნახეთ, 5 თავისუფალი თვალით დავიწყებ. აი ეს 5 თავისუფალი თვალი. ეხლა ის ტუნისული მეთოდით, ხო? წინა თვალში, იმის წინ, კიდევ იმის წინ და კიდევ წინ. ანუ რახან 5 თავისუფალი თვალი მოგსოვეთ, 4 ესეთი ძაფი ამოვიტანე და მერე კიდევ არკაში. ეხლა არკიდან გახსოვთ 1 თავისუფალი თვალი და მერე 2-2-ად ერთად. აი ესე. აი ესე 2-2-ად. 2 ერთად და 2 ერთად. კარგით. ეხლა მატებას ვაკეთებთ, ხო? უნდა გავზარდოთ. 1 თავისუფალი თვალი მოგსოვე და
აი აქ. აბა დააკვირდით, აქ ცოტა დაწოილილია, ეხლა ეს ძაფები, რომლებიც ვერტიკალურად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ პირველად ესია ხოლმე, მე ცოტა სწორდება თანდათან. როცა რამოდენიმე რიგს უკვე მოვხსოვთ. აი ესე მორჩა. აბა რამდენი გამოვიყვანეთ, ნახეთ. 1 2 3 4 5. ეს 1 იყო უკვე ეს, ხო? აი ეს ნახე. მე კიდევ არკაში და 1 თავისუფალი თვალი და ეხლა 2 ერთად. 2 და 2. აი ესე. ესე იგი, ეხლა ჩვენ გავაკეთეთ, ერთხელ გავაკეთეთ ფაქტიურად მატება. კიდევ გავაკეთოთ ერთი მატება და მერე უკვე ნახეთ, უკვე ისედაც ხედავთ, რომ ესე დიდი ზომის არის, ვიდრე წინა ფოთოლი იყო, ხო? აი ესე რომ დააზომოთ. ესე იგი, ხა კიდევ ერთხელ მატებას ვაკეთებ. აი ესე. მატება იმისто, რომ ერთი თავისუფალი თვალი ამოვიყვანი და მე კიდურა ესე ძაფში შევედი და აი ეს უკვე გაძლევთ მატებას თქვენ. ესე და აი ესე. აბა გადავთვალოთ 1 2 3 4 5 6, ანუ მოიმატა. მაშინ 5 იყო, ხასოთ. ეს რა თქმა უნდა არკიდან კიდევ ერთი ამოვიყვანე თავისუფალი თვალი 2 ერთად. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. აი ესე. და შეგვიძლია კიდევ გავზარდოთ, მაგრამ არ ვიცი, ძალიანაც ზედმეტად არ გვინდა, მაგრამ შეიძლება კიდევ გავზარდოთ. მოდით კიდევ ერთხელ. აი ესე. ეს უკვე მესამე მატებაა ფაქტიურად. ეს მატებები იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ფაქტიურად შენ ყოველ რიგში ერთნაირად უნდა გააკეთო და თუ დაიმახსოვრებთ, რომ რიგში კი არა ის თვითონ ფოთლების მომდევნო ფოთოლის შემთხვევაშიც ასევე უნდა გააკეთო და როცა გეხსოვებათ, რომ 3 მატება გჭირდებათ, აი აქ 2 მხოლოდ 2 უნდა ამოიყვანოთ, ეხლა მე მგონი 3 ერთად ამოვიყვან. 2 ერთად, 2 ერთად, 2 და 2. თუ გეხსოვებათ ეს თანმიმდევრობა, ხო, მაშინ ფაქტიურად აღარც მოგიწევთ მაინდა-მაინც ვიდეოს გადახვევა, ხოლმე რომ ის ნახოთ თავიდან რა იყო, ხო? ხო, და ესე 3 მატება გავაკეთე. ეხლა შევაჩერებ მატებას, ნახეთ. და რას ვაკეთებ? თავისუფალ თვალს არ ვგსოვ, ანუ აქ რო გსოვდით ხოლმე, ხო? და აი შედიხართ, ნახეთ, აი აქ. ხო? ეს არის ახლა იგივე რაოდენობა მექნება თვლების, რაც წინა რიგში. ანუ არც მოუმატე, არც მოუყელი. ამ ძაფებს მე მგონი ცნობთ ახლა, აი, კარგად ჩანს უფრო, ხო? ესეთი ვერტიკალური ძაფები. აქ დააკვირდით. აქ კიდევ გაქვთ. აი ეს, თავარია ეს რაოდენობა არ შეამციროთ. ხანდახან შეიძლება ვერ დაინახოთ ეს ვერტიკალური ძაფი. ეხლა მაქვს ეს იგი, როცა არ ვამცირებ, აი ჯამში მაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 აი აქ. და ეს კიდევ ქვემოთ მე-9. აი ეს 2 ერთად, 2 ერთად. 2 ერთად, 2 ერთად. აი ეს. კიდევ ერთხელ გავაკეთებ მატების გარეშე. ანუ არც თავისუფალი თვალი არ მოგხსოვე და ის აქედანვე კი არ დავიწყე ცოტა ღრმად, ხო, ესე. აქაც წესით 8 იყო, ხო? აი, ესე რომ დავაგროვე ეს ძაფები. 1 2 3 4 5 6 7 8. კი, 8 მაქვს, ანუ როგორც წინა რიგში. და ეს მე-9 უკვე არკიდან ამოდის. ერთი თავისუფალი თვალი ეს არკიდან რაც ამოიყვანთ და მერე 2-ორად. 2 2 2 2 2 2 და 2. აი ეს. ეხლა შეგვიძლია შევამციროთ, აბა ეხლა დავაკვირდეთ როგორ ვამცირებთ. აი აქ, ეხლა ნახეთ, აი აქ რო შევდიოდით, იმის ასოთ რომ უბრალოდ ესე ტუნისული მეთოდით მოგხსოვთ, აი ეს შემართებელი თვალი, თქოს დავკარგე ეს თვალი, ხო? ამის შემდეგ ჩვეულებრივ აი ტუნისული მეთოდით. აი ეს ერთი თვალით ნაკლები გაქვთ. ხა დავაკვირდეთ, აი 7 თვალი უნდა გქონდეთ ახლა.
აი ესეთი. აი ეს სანამ არკაში ჩახვალთ 1 2 3 4 5 6 7 აი ეს. ეს უკვე მერვე უკვე ეს არკის. ახლა 2 ესე იგი არკიდან ყოველთვის ამოყავთ ერთი თავისუფალი თვალი, მერე ამოყავთ უკვე 2 ერთად აი ესე ბოლომდე. კიდევ შევამცირებ ახლა ნახეთ. აი აქ შემაერთებელი თვალი, აი ეს. და კიდევ ერთხელ ეს ძალიან ლამაზი ფოთლები შეიძლება გამოგივიდეთ. ახლა თქვათ ახლა მე ისე უნდა გავზარდო ხვდებით ხო შემდეგ რიგზე, იმიტომ რომ 2 ესეთი თითქოს 2 ფოთოლია გაყოფილი, ესეთი სტილი აქვს აი ამ ნაკსოვს, ახლა მე რასაც ვაკეთებ, თორე შეგვეძლო ჩვენ გავუკეთებინა პირდაპირ ფოთოლი და უფრო ესე დაგვეპატარავებინა, ახლა შეგვემცირებინა ბოლომდე და გექნებოდათ ესე მომრგვალო ყვავილის ფოთოლი. აი როგორც აქ ამოდის, ახლა ეს პირდაპირ ჩავ, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, ხო, ნახეთ, აი როგორც ამას აქ. აი ესეთი ფორმა გვინდა. აი ეს თითქოს ყურებია, ხო, ესე კურდღლის. აი ესეთი გჭირდება. ახლა მოუმატებ, ორჯერ მოუკელი, ხო? ახლა მოუმატებ. ანუ ასევე ორჯერ უნდა მოუმატოთ. ერთი თავისუფალი თვალი და აი სადაც შევდივართ. ესე. ესე. ნახოთ რამდენი თვალი გვექნება ყაისნაძე და ამითი იხელმძღვანელებთ ხოლმე რომ თქვენც სწორად გააკეთეთ. ესე იგი მატების შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 მაქვს ახლა და მერვე არის უკვე ეს არკაში ჩასვლით. ესე ერთი თავისუფალი ამოიყვანეთ, შემდეგ 2 ერთად. 2 ერთად, 2 ერთად. 2 ერთად. კიდევ ერთხელ უნდა მოუმატოთ ერთი თავისუფალი თვალი. ისევ აი აქ ყველაზე კიდურაში, ხედავთ, როცა მატებას ვაკეთებთ, ძალიან კიდურაში ძაფში შევდივარ და მერე უკვე აი ამ ვერტიკალურ ძაფებში. ესე ხოც გადავთვლი კიდევ მაინც აი ეს 1 2 3 4 5 6 7 8 არის ახლა და მე-9, ანუ თითო თვალით უმატებთ. ესე, ახლა 2 ერთად. 2 ერთად. აი ეს. ახლა აღარც მოუმატებთ, არც მოუკლებთ, იყოს ესე ცვლილების გარეშე, როგორც აქ გავაკეთეთ. რამოდენიმე რიგი იყო, 3 იყო, ესე როგორც მახსოვს, აი ეს, ნახეთ, სად შედიხართ, აი აქ კიდურაში კი არ შედიხართ, აქ თავისუფალ თვალს აღარ გსვოთ, აი ცოტა შიგნით, ხო? ესე, ხა გადავთვლი მაინც, აქაც გეტყვით, რა რაოდენობა აი თვლების დამიჯდება ყაისნაყზე, სანამ არგაში ჩახვიდოდეთ, ხო, მანამდე. აი ესე. 1 2 3 4 5 6 7 8 მაქვს. როგორც წინა რიგში იყო, ფაქტიურად იგივეა. და ახლა არკაში. კიდევ ერთ რიგს გავაკეთებთ, ასე ცვლილების გარეშე, ხო, თვლების რაოდენობაში. არ მექნება ცვლილება. 1 იყო მეორე და ახლა მესამე. აი ეს მესამე რიგი არც მოკლებას ვაკეთებ, არც მატებას ვაკეთებ. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მოკლებაზე გადავალთ. აი ესე 1 2 3 4 5 6 7 8 და ეს მე-9 არკიდან ამოვა. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. აი ეს. რატომღაც ფოკუსი უფრო ქვემოთ მიდის. კარგით. აი ეს. აი ნახეთ როგორია. ხედავთ? აი
ფოთოლს და ფოთოლს შორის არის ეს თქვენი დიდი ფოთოლი. მე ჩვენმა ძალიან დიდი გამომივიდა, მაგრამ არა უშავს. არ არის პრობლემა. ეხლა უნდა შევამციროთ, აბა დააკვირდით, ეხლა აქ ცოტა დაწოლილია ეს, აი ეს თვალი გჭირდებათ და აი ეს. ერთად შემართებელი თვალით ამოვიყვანი. ეხლა უკვე აი ეს ტუნისული მეთოდით მოგსოვოთ აი ესე. ხარ გეტყვით, რამდენი თვალი უნდა გქონდეთ, სანამ არკაში ჩახვალთ. აი ესე. 1 2 3 4 5 6 7 და მერვე თვალი არის არკის. ესე ორ-ორად ამოვიყვანთ. ეხლა იმის გამო რომ ჩვენ აქ გქონდა 5 თვალი, გახსოვთ ხო, თავიდან 5 თავისუფალი თვალი. აი იქამდე უნდა ვგსოვოთ, აი ესე სანამ არ დაგვრჩება ეს 5 თვალი მოსაქსოვი. აბა აქ დააკვირდით კიდევ. აი აქ ეს შემაერთებელი ჯერჯერობით ბევრი თვლები მაქვს, ამიტომ ახლა ესე ტუნისულ მეთოდით ისე გსოვთ. ესე ტუნისულ მეთოდით გსოვთ, სანამ არ დაგრჩებათ აი 5 თვალი, ოღონდ არკის ჩათვლით. როცა უკვე გადათვლით, მე გადავთვლი და გაჩვენებთ, რომ აი 5 თვალი მაქვს უკვე დარჩენილი, იქ უკვე პირდაპირ შემაერთებელი თვლებით უნდა ამოიყვანოთ, რომ მიიღოთ ისეთივე დამთავრება, როგორც აი დაწყება იყო ამ გვირგვინის ფურცლის. აი როგორც აქ გქონდათ ხო სიმაღლე, ნახეთ, ერთი სიმაღლეა ეს 5 თავისუფალი თვალი იყო. თუმცა მართალია იქ 4 გავაკეთე როგორც ტუნისული მეთოდით. მაგრამ ჯერ მაინც შორს ვართ, ახლა არ ვარ იქ მისული ჯერ. აი ესე ისევ შემცირება გვინდა, აბა დააკვირდით აი აქ. აი აქ ზოლი რომ მიდის, აი აქ შედის. შემაერთებელი. ანუ ესეც დავხურე ეს თვალიც, ხო? და ვაგრძელებ 1 2 3 აქ კარგად გავარჩიოთ, აქ ვიყავი, ხო? აი აქ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაარჩიოთ, ნახეთ. ზოლი რომ მოდის, აი ამ ზოლის აქ ვიყავი შესული. ახლა აი აქ მაქვს ის მომდენო ზოლი. აი ეს ზოლი რომ არის, ხო? აი ეს ზოლი, ამის გაგრძელება. აი ხა აი ეს ნახზე მაქვს 1 2 3 4 5. 5 მაქვს უკვე ესე. და მე-6 ქვემოთ. 2 2 2 2 და 2. აი ესე. ეხლა აი როგორ შევაფასოთ, უკვე უნდა დავხუროთ თუ არა, აი მთლიანად, ანუ ტუნისული მეთოდი რო აღარ გვინდა, ნახეთ. 1 არკაში, ხო, მე-2, მე-3, მე-4, მე-5. აი ახლა უკვე დახურვის დრო არის. ანუ ტუნისულ მეთოდს აღარ გამოვიყენებთ ესე შემაერთებელი თვლებით. აი მე-2, მე-3, მე-4, ქვემოთ ჩავდივარ. და მე-5 უკვე როგორც გითხარით არის არკაში. აი ეს. აი ესე რომ სიმეტრიულად გამოგივიდეთ, ნახეთ? აი ესე. როგორც დავიწყეთ, ისევე რომ დავთავრდეს. აი ეს. ეხლა შემდეგი ფოთოლი. ასევე გადახვალთ მომდევნო არკაზე პირდაპირ აქ. აი ესე. პირდაპირ შემაერთებელი თვალით შეგიძლიათ გადახვიდეთ. და 5 თავისუფალი თვალი. ზუსტად ისევე მოგსოვთ, როგორც მოგსოვე ეს ფოთოლი. აი ზუსტად, ხო? ეხლა აღარ გავიმეორო მე. ესე იგი 5 თვალი გჭირდებათ, ხო? და ესე ტუნისული მეთოდით მოგსოვეთ ეს ყველა ფოთოლი. ესე იგი სულ 5 ფოთოლი უნდა გქონდეთ აი ესეთი.